სონიკის იმ მოტოციკლიდან, რომლის სიჩქარეც ერთია, სონიკის სინათლის სიჩქარის მოტოციკლამდე. სონიკს ძალიან ნელი სიჩქარის მოტოციკლი აქვს და მან წააგო რბოლაშინ სონიკთან. ამიტომ მოგვიწევს ჩვენი მოტოციკლის სიჩქარის გაუმჯობესება სინათლის სიჩქარემდე. შევძლებთ თუ არა სუპერბოლის მოგებას და მსოფლიოს გადარჩენას. წავედით! კარგი. ყველას მოგესალმებით ნამდვილ საბოლოო მოტორბოლაზე. ყველამ თქვენგან მასწავლა ისეთი სწრაფი მოტოციკლის შექმნა, რომ ის სინათლის სიჩქარესაც კი მიაღწევს. და ახლა ყველაფერს დავდებთ ერთ რბოლაში $1,000,000-ისთვის. მოდით წარმოადგინეთ თქვენი მოტოციკლები და ის სიჩქარე, რომელსაც უნდა მიაღწიონ. მე ვარ სინათლის სიჩქარის შენ, სონიკი და ჩემი მოტოციკლი თითქმის სინათლის სიჩქარემდე მიდის. მისი სიჩქარეა 999,000. როგორც კი $1,000,000 მიაღწევს, მაშინ ნამდვილად იქნება სინათლის სიჩქარის მოტოციკლი. მე ვარ შადოუ და მეც ვცდილობ მქონდეს მოტოციკლი სინათლის სიჩქარით. თუმცა ჩემი მოტოციკლი მხოლოდ 100,000 დონეს აღწევს. მე ვარ ნაკოზი და სიმართლე რო ვთქვა, ჩემი მოტოციკლი მხოლოდ 10,000 სიჩქარემდე მიდის. მიუხედავად ამისა, მაინც ვეცდები მაქსიმალურად გავაუმჯობესო. მე ვარ თეიზი და ჩემი მოტოციკლი. კარგი, ეს პატარა ბატერისემა ჩემი მეგობარი სონიკისადმი და მე შევძელი რომ ის 1000 სიჩქარით მიდიოდეს. რაც სიმართლე რო ვთქვა, საკმაოდ კარგია. მე იმი ვარ და მთელი ჩემი გარის დამაგარებით შევძელი რომ ჩემი მოტოციკლი 100,000 სიჩქარით მიდიოდეს. რაც ფიქრობ რომ სულაც არის ცუდი. ხომ ასეა? მე ლეონი ვარ და ყველაფერი გავიღე, მაგრამ მოტოციკლებთან საქმე კარგად არ გამომდის. ეს ჩემი მეგობარი სონიკის პატივსაცემად გავაკეთე და მას მხოლოდ 10 სიჩქარე აქვს. და მე რა გითხრათ? სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი ეს როგორ ახსნა. მე სონიკი ვარ და ვცადე ყველაფერი რაც შემეძლო, მაგრამ ჩემი მოტოციკლის სიჩქარე ერთია. ასე არასდროს მივაღწევ სინათლის სიჩქარეს. უბრალოდ ძალიან დაკავებული ვიყავი ხალხის გადარჩენით. იმდენად რომ საკმაოდ გამხდარი დარჩი და მოტოციკლზე მუშაობა ვერ მოვახერხე. ასე რომ რა არის? კი, დამრლელია, ამას ნუ მიყვები სიცოცხლე. რბოლა იწყება, დაიკავეთ ადგილები, ყველა მზადაა. 3-ში. 2. 1. წავედით. და თქვენ საგებულებად დარჩებით. ნახეთ როგორ კარგად მართავ ჩემს მოტოციკლებს. ეს ნამდვილად ლეონის ნამდვილი სიჩქარეა. ისე სწრაფად მივდივარ, რომ თითქმის ბგერის ბარიერი გავტეხე. და რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ, რომ ლეონის სიჩქარის ბარიერი გავტეხო. რადგან ეს მოტოციკლეტი საოცარია და ეს მოტოციკლეტი შეუძლია მიაღწიოს 999,000 სიჩქარეს. მე გავიმარჯვებ და ამ ფულს ყველა საკიდლად გამოვიყენებ. ჰეი, ერთი წუთით, სად გონია რომ მიდიხარ? ჯერ მე არ გამოუჩენილ ვარ. ჩემი მოტოციკლეტი არა მხოლოდ 100,000 სიჩქარის დონეზეა, არამედ საჭიროების შემთხვევაში მისი ხტომისთვის გამოყენებაც შემიძლია. აი ასე უნდა გაკეთდეს. მაქსიმალურად ავაჩქარებ და ნახავთ რა არის ნამდვილი მოტოციკლეტი. ჩემი 100,000 სიჩქარე დამეხმარება რომ ის $1,000,000 მოვიგო. ნახავთ, დიახ. ერთი წუთი, სად გონიათ რომ მიდიხართ? ჩემი 10,000 სიჩქარის მოტოციკლეტის მონაწილეობს. თუნდაც ჩემზე ადრე გახვიდეთ, მე ნაკოზი ვარ და შემიძლია ძალიან დიდი სიჩქარით სიარული. მიუხედავად იმისა, რომ სინათლის სიჩქარემდე ცოტა შორს ვარ. მაგრამ არ დავნებდები. პირდაპირ თქვენთან მოვდივარ და იმ ფულს მოვიგებ, რომ ჩემს სპორტ დარბაზში დავაბანდო. დიახ, გაუმარჯოს ნაკოლს. ჰეი, ერთი წუთით, სად გონიათ რომ მიდიხარ ჩემს გარეშე? მე თეილზი ვარ, მე დიდი ინჟინერი ვარ, ამიტომ ბერს მუშაობდი ჩემს მოტოზე. შეიძლება სიჩქარე მხოლოდ 1000-ია, მაგრამ ვფიქრობ რომ სულაც არ არის ცუდი. ამიტომ ვეცდები რაც შეიძლება შორს მივიდეთ ჩემს მოტოზე, თუნდაც სიჩქარე მხოლოდ 1000 იყოს. დიახ, ყველაფერს გავაკეთებ და ამ ფულს მოვიპოვებ, რომ ჩემს საყვარელ მეგობარ სონიკთან გავიზიარო. დიახ, წავიგეთ. Hey, და სად გონიათ რომ მიდიხარ ჩემს გარეშე? ჩემი სუპერქალური და მადარი მოტოციკლი 100 სიჩქარეს აღწევს. საკმაოდ კარგად ბრიფთავ, ასე რომ ყველაფერს გავაკეთებ ბოლომდე. ეს ერთადერთი გზაა რომ სონიკზე შთაბეჭდიდე და მოვახდინო და მან შემომჩნიოს. სამო, ასე რომ ყველა მინახავთ რა არის კარგი მოტოციკლი. სინათლის სიჩქარე მივა ჩემი საყვარელი სონიკისთვის. დიახ. და ერთი თუთი, მეც მივდივარ ჩემი ძვირფასი მეგობარის სონიკისთვის. თუმცა ჩემი მოტოციკლი მხოლოდ 10 სიჩქარეზეა. აშკარად ჩანს რამდენად ნელა მიდის, მაგრამ უნდა ვცადო. სონიკი ჩემი მეგობარია, ჩემი კუმი, ჩემი მაგალითია.
და თუ შევძლებ ცოტაოდენი ფულის მოგებას, ის, რომ ისევ შეძლოს კარგ ფორმაში დაბრუნება და იყოს ის სონიკი, რომელსაც ვიცნობდი, ამას გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოტოციკლი ჩემი საქმე არ არის, მოტოციკლების საერთოდ არ არის ჩემი საქმე, მაგრამ უნდა ვცადო ჩემი მეგობარი სონიკისთვის. დიახ, ერთი წუთით. უკვე დაიწყე. მე კი ჯერ არც დამჯდარ ვარ. ვაჩქარებ და ბოლომდე ვაწვევი. წავედით. დიახ. კარგი. ცოტა რთულია ამის მართვა. ეს ხომ ერთ სიჩქარიანი მოტოციკლია. მიუხედავად ამისა, ეს ის მოტოციკლია, რომლითაც გეგმო სინათლის სიჩქარემდე მისვლას. ასე რომ, წავედით. ვერ დავნებდები მიუხედავად იმისა, რომ ასე რთულია და ძნელად სამართავია. ბოლოს და ბოლოს მე სონიკი ვარ. ეხლა სუპერ ფორმაში ვარ და უნდა ვიბრძოლო ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთ სიჩქარიანი მოტოციკლი მაქვს. მაქსიმალურად შორს მივალ. ამას თქვენც ნახავთ. და მაშინ ეს რა არის? ყურადღება ყველას ფინიშის ხაზთან მოვიდა, ყავს გამარჯვებული. რა? მაგრამ ხო ეხლა ვიწყებდი, ჯანდაბა. როგორც ჩანს, სხვა გზა არ მაქვს. უნდა დავბრუნდე და ვიმედოვნო, რომ ვინმე ცუდი არ მოიგებს. და აი, ბოლოს მოვედი. აქ ვარ. ვაყენებ მოტოციკლებს და უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ არ მოუგია წყეულშინ სონიკს. უბრალოდ არა. დიახ, პასუხი ამ რბოლის დიდ გამარჯვებულზე, ჰიპერშინ სონიკზე, სინათლის სიჩქარით. და დიდი სიამოვნება იყო ამ რბოლის მოგება. მაქვს მოტოციკლი, რომელიც თითქმის სინათლის სიჩქარემდე მიდის. ახოდი ამ პულს მთლიანად გამოვიყენებ, რომ თქვენ მიყიდო, როგორც მონები. მთელი თქვენი ცხოვრება მე უნდა მენსახუროთ. არა, გაჩერდი. ამას ვერ დაუშვებ, რომ შენ მოიგო რბოლა. გიწევ ერთ-ერთზე რბოლაში, სადაც პრიზზე ვითამაშებთ. მართლა გინდა ამ ერთი სიჩქარის მოტოციკლით გამომიწვიო. რბოლაში წამებში მოგიგებდი, მაგრამ იცი რა? ვიზებ გამოწევას. ხვალ ამავე დროს აქ შევხვდებით, იმ პირობით, რომ ვინც სააგებს მოკვდება, სიკვდილის რბოლა. თანახმახარ თუ უკანი ხევ ჩმორო. მე არასდროს ვიხევ უკან. ეს იქნება სიკვდილის რბოლა და დიდ გაკვეთილს მოგწე. ხვალ შევხვდებით, აქ, ამავე დროს. ჯანდაბა, რა ვქენი ახლა? არანაირი შანსი არ მაქვს, რომ ის რბოლა სიჩქარე ერთიანი მოტოციკლით მოვიდო. წავაგები და წააგებ რბოლას, რადგან მე დაგეხმარებ. გამოიყენე ჩემი მე-10 დონის მოტოციკლი, რომ შენი მოტოციკლი სინათლის სიჩქარემდე გააუმჯობესო. ასე გექნება სიჩქარე 10-ის მოტოციკლი. მოიცადე, მართლა დამეხმარები ამ რბოლის მოგებაში. ასე სამყაროს გადავარჩენდი და რა თქმა უნდა სონიკ და არა მხოლოდ მე. მეც დაგეხმარები შენი მოტოციკლის სიჩქარის გაუმჯობესებაში, სონიკ. მეც დაგეხმარები. ეტად ისე გავაუმჯობესებ შენს მოტოციკლს, რომ მისი სიჩქარე სინათლის სიჩქარეს გადააჭარმებს. ასე უნდა ითქვას, თუმცა მე მესამე ადგილზე დავრჩი. ძალიან ახლოს ვიყავი. მე მეორე ადგილზე დავრჩი, მაგრამ მაინც არაფერი შეგვეძლო მის წინააღმდეგ. ამიტომ გავაერთიანებთ ძალებს. ბიჭებო, ძალიან მადლობელი ვარ თქვენგან. დიდი მადლობა. მაშინ მე გამოვიყენებ ამ მე-10 დონის მოტოციკლებს. და მას ჩემს მოტოციკლებს შევთავსებ, რომ მივიღო ნამდვილი მოტოციკლები, რომელსაც ექნება სინათლის სიჩქარე 10. წავედით სწრაფად. ამ თუთიდან გაქვს მხოლოდ 20 წამი, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი და გააუმჯობესო სიჩქარე სონიკის მოტოციკლები. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დათერსება სონიკი, შეგიძლია გქონდეს ისეთი სწრაფი მოტოციკლები, როგორც ის. ასე რომ, მე რომ შენს ადგილას ვიყო, ვიჩქარებ. დროიწურე, ხომას. დიახ, უკვე მაქვს სინათლის სიჩქარის მოტოციკლი მე-10 დონეზე. ეს საოცარია და ჩემი ფორმა ისევ ანათებს. ძალა დავიბრუნე. ესე რომ, წინ ეიმი, გელოდებ რომ დამეხმარო მაგარი მოტოციკლის გაუმჯობესებაში. სინათლის სიჩქარის მე-10 დონე. მე-10 დონე. დიახ. და აი აქ ხარ საბოლოოდ. რა გამოცდა მოამზადე რომ შევძლო სინათლის სიჩქარის მე-10 დონემდე განვითარება. კარგი. კარგი, სონიკ, მოემზადე, რადგან მინდა დაგეხმარო, მაგრამ უნდა ისწავლო ესეთი სიჩქარის მართვა. მოგიწევს ამ უზარმაზარ ტრასაზე შეგიბრება, სადაც ყველა რგოლი უნდა აიღო, რომელსაც დაინახავ. თუ ყველა მაგნანს აირებ, მაშინ შეძლებ შენი მოტოციკლის დონის ამაღლებას, სანამ სიჩქარე 100-მდე არ მიაღწევს. ასე რომ წინწადი, დაჯექი შენს მოტოციკლზე, რადგან შენი მოტოციკლის მისარებად რთული გზა გელის. ეს ჯერ კიდევ ვნახავ. სრულიად მზად ვარ. მხოლოდ 10 სიჩქარეზე მივდივარ. მაგრამ ახლა აქედან მოვდივარ. კარგად უმართავ და კიდევ ერთ ვცვირებ. თუმცა ცოტა ცუდად გამომივიდა. მაგრამ არა უშავს. აქ კარგი მოხვევებია დრიფტი. შესანიშნავი ნახტომი ვილით და კარგი, შევეჯახე. მაგრამ მაინც კარგად გამოვიდა. ეხლა პირდაპირ მივდივარ და შესანიშნავია.
კიდევ ერთი ბეჭედი. კარგი მოხვევა და მთელი ძალით მივდივარ შემდეგისკენ. წავედით, ხო? ეს არის სწორი გზა საქმის გასაკეთებლად. აქეთ, იქით და ხო, კიდევ ერთი. რას ფიქრობთ ამაზე? იდეალურად გამომდის. ეხლა კიდევ ერთი კარგი მოხვევა და წავედით. კარგი, შესანიშნავად გამომდის. ეს არის სწორი გზა საქმის გასაკეთებლად. ვაჩქარებ და ის რგოლი წავიდე. ეხლა აქ გამოვიყენებ შანსს, რომ კედელზე ავიდე. ასე რომ ესეც გაუმჯობესდება. კარგი, ჩემი მოტოციკლის მართვაც. უკვე გძნობ როგორ მატულობს ჩემი სიჩქარე. და ეს მაშინ, როცა ჯერ ემის მოტოციკლიც არ გამომიყენებია. წავედით. საოცარი ნახტა. აქ ცოტა შევჩერდები, რომ ეს მოხვევა ავიღო. დიახ, და ამ ხარესაც. რა საოცრება! აქ უხვევ და ასე იდეალურად გამომდის. წავედით. დიახ! ამ რგოლს გავდივარ და კარგი ნახტომიდან ვეშვები. კარგი, მგონი იდეალურად გამომდის. უბრალოდ უნდა გავაგრძელო, თუმცა ის რგოლი კარგად ვერ გავიარა. მაგრამ წავიდეთ, შემიძლია ამის გაკეთება. თუ მოვინდომებ, სინათლის სიჩქარესაც მივაღწევ. წავედით. მივაღწევ მაქსიმალურ სიჩქარეს. უა! სულ ცოტათი და ის რგოლი გამეპარებოდა. ახლა ეს ნახტომი და კი. კარგი, აჩქარებით. თუმცა ეხლა კედლებზე ავიდე. მაგრამ დადგა ბოლო ნახტომის. წავედით. აი ეს ნახტომი. კი. და კედელში გავდივარ. აი ასე უნდა ქნა რომ დავიჭირო ბოლო რგოლი. კი. როგორ მოგეწონა ეს, ეიმი? შევასრულე. ყველა რგოლი დავიჭირე. წრე დავადგე ტრასას. და ისევ აქ. ჯანდა. საოცარი ხარ, სონიკ, უბრალოდ გაოცებული დამტოვე. ვფიქრობ, ხოლმე ვარიეტის დარეშე იმსახურებ. ის ნამდვილი საყვალელია. აბა წავიდეთ. და ეს სიჩქარე ასამდე ავიდეს, მთლიანად შენია. ასე რომ წინწადი გამოიყენე შენი მოტოციკლით გასაუმჯობესებლად და ნახე. რა თქმა უნდა, ემი. დიდი მადლობა. დროა ისტორია შევქმნა. ნამდვილი მოტოციკლს მოიპოვებ, რომელიც სინათლის სიჩქარით შეძლებს სიარულს. დიახ. რა საოცარი მოტოციკლია. მართლა დაუჯერებელია. უკვე 100 სიჩქარეს აღწევს. ასე რომ, ნებართვით, ემი, ნახავ რა გამოცდას მომიწყობს ტეილსი. დიახ. და ბოლოს აქ ვარ. ტეილსი, რა ჯანდაბა? რა ტრასაა ეს? საბოლოოდ სონიკიც მოვიდა. ეს ტრასა იმისთვისაა, რომ შენი სიჩქარე გამოცადო და ციდე უფრო გაზარდო. შენაფინებ ჩემს წინააღმდეგ შეჯიბრებას ამ მთელ ტრასაზე, რომელიც სავსეა გზებით, მრუდეებითა და მილებით. მე დავიწყებ რბოლას და შენ ძალიან კარგად უნდა დამეციო. აბა, მაშინ რას ველოდებით? დაგეწევი, თუნდაც ჩემს მოტოციკლეთს ნაკლები სიჩქარე გქონდეს და გაგასწრებ. ამას ნახავ. ძალიან კარგი. აბა მაშინ ნუ ემზადე, რადგან მთელი ძალით მოვდივარ. წავედი. დიახ, ეს რბოლა ჩემთვის ძალიან მარტივი იქნება, სონიკი. იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ხარ და მინდა დადეხმარო, მაგრამ ასევე მინდა მოგიგო. და ეს მოტოციკლი, რომელიც მაქვს სიჩქარის დონე აქვს 1000 ოქროს ტურბოთი, რაც ზოგჯერ ამ ზღვარსაც კი გადამალახინებს. ასე რომ ნახე, შეუძლებელია დამეციო, მე მოვიგებ, ხომ ასეა? ტეილს, თავიდანვე მთელი ძალით დაიწყე, ხოჩახ, მაგრამ მეც მთელი ძალით მოვდივარ. სიჩქარის დონე მაქვს 100. და ეს მოტოციკლით სპეციალურად სინათლის სიჩქარით სარბენადაა შექმნილი. ასე რომ, ნახე ამას, ტეილს. გაჩვენებ, როგორ მიიღება ნამდვილი სიჩქარე. სიჩქარე. ვაუ. დაჯერება ძნელია. რა სწრაფად მივიდივარ. წავედით, ზუსტად ასე უნდა გაკეთდეს. ო, ნახე ეს, ტეილს. ეხლა ტურბოს ვიღებ და აქედან ხვდები. წავედით. თითოეულ ტურბოზე უფრო სწრაფად მივდივარ. უნდა შევძლო მისი გასწრება და როგორც კი გაუსწრებ, უნდა შევძლო მაქსიმალური უპირატესობის მოპოვება. ასე რომ, წავედით. ნახე ეს, ტეილს. კიდევ ერთი ტურბო და შემდეგი მონაკვეთისკენ მივდივარ. ასე ხდება, ნახე როგორ გისწრებ, ხო? წავედით. გაოცებული ხარ, ტეილს. თუმცა ახლოს მომყვები. მაინც არ დაგთავნებას რომ დამეციო. უკვე გაგისწარი. და ახლა ეს შეჯიბრებაშიც უნდა გავიმართო. წავედით. შევალ, სადაც საჭიროა. ავიცილებ შენს ყველა მცდელობას რომ დამეციო. ხო, აი მოდის. და მივდივართ ტრასის ერთ-ერთ ბოლო მონაკვეთზე. გავაჩქარებ შეუჩერებლად. და აქ გადავხვდები. ვაუ, ძალიან ახლოს მომყვება. ასე რომ, წავედით. ეხლა ვეღარ შევანელებ სვლას. რაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა გავიმარჯვო. ეს აჩქარება მადგება. ეხლა მილის ძალას გამოვიყენებ. ხო. ასე უნდა, რა საოცრება. და რა, ცდილობ ძალიან სწრაფად დამეციოს. რაც შეიძლება მალე უნდა ვიჩქარო.
ამ ხარეს ბიძგს გამოვიყენე, ხო? უკვე ფინიშის ხაზი ჩანს. წავედით, არ უნდა შევწდე. ესაა დამეწეო, მაგრამ ბოლომდე ავაჩქარებ და ამ რბოლას მოვიგე. ხო, ვაუ, სონიკ, რაც გაკეთე, ნამდვილად საოცარია. უეჭველად იმსახურებ ჩემს მოტოციკლეთს, რომელიც 1000 დონის სიჩქარეს აღწევს. გამოიკენე და წადინაკოსთან. ის დაგეხმარებას ყველაფერში, რაც დაგჭირდება. მადლობა. დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობარო. ეხლა ორი მოტოციკლი მაქვს, დროა ჩემი სონიკის მოტოციკლი მოვიპოვო. სინათლის სიჩქარით, 1000 დონის. დიახ! რა საოცარი მოტოციკლია! ამით მგონია, რომ დიდ საქმეებს შევძლებ. ასე რომ მაპატია თევზს, მაგრამ უნდა წავიდე. ეხლა ნაკლზე ისაა, ვინც დამეხმარე. დიახ! და ბოლოს აკვარ. ვა, რა გამოცდა ეს? რა აქვს მომზადებული? ნაკლზი, მოგესალმები სონიკი. დიდ გამოცდაზე, რომელიც გადაწყვეტს, შეძლებ თუ არა ჩემი 10000 სიჩქარის მოტოციკლის მირებას. მოგიწევს მთელი ეს ტრასა გაიარო შენს მოტოციკლზე ისე, რომ წყალში არ ჩავარდე. თუ არა და გაფუჭდება და სამუდამოდ დაკარგავ მას. იჩქარე, ჩემი მოტოციკლი აქ გელოდება. წავედი, ეს ტრასა ვერ დამამარცხებს. წავედი. ჯერ წყალს და ტალღებს გადავლახავ. და აქედან მარტივად ავა. ჩემი მოტოციკლის სიჩქარე უკვე 1000-ია. ასე რომ ეს ჩემთვის არაფერი. არც ერთი მოსახვევი და აღმართი ვერ შემაჩერებს. თუმცა ახლა აქ უნდა დავიცავ. სანამ გზა გაიხსნება, ამ ხრიდან გავაგრძელებ. წავედი. ზუსტად ასე. იდეალურად. ახლა აქედან უნდა გავიარო. უნდა ვიჩქარო, რომ ეს ნაგვის ტომრები დავამტვრევ. ზუსტად ასე. თორემ ჩამომაგდებ. ახლა ამასაც დავამტვრევ და გავაგრძელებ გზას. ფრთხილად ამ წისქვით შეიძლება დამეწეს. ახლა საოცარია. ასე კეთდება საქმე. ლახავ ტრასას და მთელ წელს. ძალიან კარგი. დიდი სიჩქარით, შეჯახების და დაცემის გარეშე. ეხლა აქედან გადავხდები, ხო? და ამ ხრიდან შევდივარ. იდეალურად. აქედან ჩავდივარ. ხო, ეხლა ამ მილისკენ შევდივარ. აქ ფრთხილად უნდა ვიყო, რომ არ ჩავარდე სიცარიელში. უშ, წყალი საშიში. მაგრამ ეხლა აქედან შემიძლია სიჩქარე ავიღო. წისქვილის გვერდის ავიღო. ხო, თითქმის დავეჯახე. წავედით. იდეალურად გამოდის. ახლა აქედან გავაგრძელებ გზას. ძალიან ფრთხილად, რომ სიცარიელში არ ჩავარდე. ზუსტად საჭირო მომენტში სიჩქარეს ავიღებ და აქედან შევდივარ. ვაუ, ეს ცოტაში თამბეჭ დავიღო, რომ ნებისმიერ წამს ჩავარდე. და ეს ამტკიცებს, რომ ჩემი მოტოციკლის დონესა და სიჩქარეს რომ გავაუმჯობესო, მხოლოდ სწრაფი კი არ უნდა, არამედ მართლაც კარგად უნდა ვიცოდე. ეს ძალიან დამეხმარება, როცა იმ ცხეულ მონსტრში სონიკთან რბოლა მომიწევს. ეხლა ჩემს მომენტს ველოდები და ზუსტად გადავდივარ, ხო? კარგი. ასე კეთდება საქმეები. ეს ბურთი გარეთ და აქედან შევდივარ. აქედანაც და ამ ხთანაც ასევე მხრიდანაც ასევე. წავედით. ეხლა ვხდები. კი, მართლა, შესანიშნავია. როგორც ჩანს, სწორ მხარეს ავირჩიე. ახლა აქედან ავდივარ. ამ ხრიდანაც ვაჩქარებ. აქედანაც შევდივარ. ცოტა რთული. და თუ ოკეი, ერთი არასწორი ნაბიჯი გადავდგე ან გასმოუშვებ, ჩავარდები სიცარიელში. და ახლა მოტოციკლის დაკარგვა არ შემიძლია. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გავაუმჯობესე. ასე რომ, წავედი. ამ ხრიდან ჯობია შევბრუნდე და აქედან შეჩერების გარეშე ავალ კარგი მოხვედრით. ვაგრძელებ მოძრაობას და ახლა სწრაფად ვაჩქარებ. აქ ვჩერდები, კვლავ ვაჩქარებ და წავედით. შემიძლია სწრაფად გავაკეთო, ისე რომ ეს რაღაცები არ დამეწიოს. დიახ. ზუსტად თქვენს თვალწინში. როგორ მოგეწონათ ეს? ამ ხარეს შევდივარ და აქედან გავდივარ, ხობის გარეთ. ისე ვაკვარ და ცოტა ზიგზაგით მივდივარ. წავედით და ის ბურთი გარეთ, რადგან ხედვას მიფაროს. ხობეც გავიტან და აქედან შევდივარ. ეხლა კარგი აჩქარებ. წავედით, დიახ. და ეხლა ლაბირინთის წინ ვარ. კარგი. გონი თუ კარგად მოვეწყობი, შევძლებ მის გადალახვას. აქედან ტრიალდები, აქედანაც. წავედით. გონი ამ ხარესა. მარცხნივ არის ლაბირინთის გასასვლელი. დიახ. ახლა აქედან სისწრაფით ჩავდივარ, მაგრამ ზუსტად საჭირო მომენტში ვამოხვიჭე. ვაი, თითქმის ჩავარდი სიცარიელში. ცოტა გავრისკე და თითქმის ცუდად დამთავრდა. მაგრამ შემიძლია ამ ხარეებიდან მოვიდე, მორებს ავერიდო და ასე ავიღო ბოლო რამბა. წავედით, აქ ჩერდები და აქ ვაგრძელებ. მხოლოდ მორის მოძრაობის რიტმში. ზუსტად ასე. და ერთი კარგი ნახტომით მაღლა. შევძელი. ასე რომ ნაკლს, მითხარი, ვარ თუ არა ღირსი შენი 10000 დონის მოტოციკლის.
რა თქმა უნდა კი, სონიკ შესანიშნავად გააკეთე, შთაბეჭდილებული ვარ. წინწადი მოტოციკლი მთლიანად შენია, გამოიყენე როგორც უკეთესად შეგიძლია და მიდი შადოუსთან, რომ მიიღო შენი საბოლოო განახლება. მადლობა. მეგობარო, მაშ, წავიდეთ. ნახოთ როგორი არის ჩემი ახალი მოტოციკლი, სონიკის სინათლის სისწრაფით. დიახ. რა მაგარი მოტოციკლია. ეს ნამდვილად შეძლებს სინათლის სისწრაფით სიარულს. ასე რომ, მადლობა ნაკლს. მე შადოუსთან ერთად მივდივარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სინათლის სისწრაფის ნამდვილი მოტოციკლი მოვიპოვო. საბოლოოდ. ბოლოს, აქ ვარ. მზად ვარ შევეჭიდო იმ გამოცდას, რაც არ უნდა მომიმზადო, შადო. დადგა სიმართლის მომენტი, სონიკ. თუ გინდა ჩემი მოტოციკლი, რომელიც 100,000 სიჩქარეს ახდევ, მოგიწევს რთულად გაიარო, რადგან საბოლოო ტრასას შეეჯახები. აფეთქებები, სიკვდილი, განადგურება, ტურბო და ყველაფერი რაც კი შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ჩემს მოტოციკლამდე მიაღწი. ანუ უბრალოდ ეს უნდა გადავლახო, რომ მივიღო. გონი ვერ გაიგე შადო, მაგრამ ეხლა მე ეს მაგარი მოტოციკლი მაქვს, რომელსაც 10,000 სიჩქარე აქვს და ყველა შენს მახეს გადავდო. თუ სწორად გამოვიყენებ ტურბოს, გაგაოცა. მაშინ მოემზადე, რადგან კიდე უფრო მეტი გელოდება. ნახე როგორ მართავ ტურბოს. ოჰო. კარგი დაშვება. ეხლა უნდა გავიმეორო ეს მიღწევა ტურბოს გამოყენებით, რომ წინ წავიდო. წავედით. ზუსტად ასე. ხო. ნახე შადო, მე მზად ვარ შენამდე მისასვლელად და ეს ტრასა ვერ შემაჩერებს. ასე რომ მოდი გაჩვენებ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შემიძლია. წავედით. ამ აფეთქებებს ავიცილებ. თუმცა ვერაფერს ხედავ. და შევძლებ თითქმის სინათლის სიჩქარის მიღწევას. დიახ. შეხედე ამას, შედო. გაგიჟდი ხომ ასეა? იმიტომ რომ ჩემი ძალა ბევრად აღემატება ყველაფერს, რაც კი ოდესმე გიფიქრია. მოდი, ასე გავივლი აქედან. იდეალური დაშვება. ეხლა კი ბოლომდე მივდივარ. ეს აღმართი რთულად ჩანს, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, ეს მე ვარ. დიახ. წამო, აი ნახე, ნახტომი. ტურბოთი ავალ, წამო. შეიძლება გეგონოს რომ ვერ ვახერხებ, მაგრამ კი, ბოლოს მაინც გამომდის. მოტოციკლეც იდეალურად მართა და ტურბოს გამოყენებაც ვიცი. თითქმის ფრენასაც კი ვახერხებ. ასე რომ, ეხლა ზუსტ მომენტს ველოდებ. ხო, წამო შემდეგი. ეს ცდილობს შემაჩეროს. მეც გეუბნები რომ ამასაც ვერ მოახერხებს. კვეთრი მოხვევა. ეს არაფერია იმ ყველაფერთან შედარებით, რასაც უკვე შევხვედრივ. აქაც უპრობლემო დავა. მოტოციკლის ოსტატური მართვა. აქაც კი ხო? ცოტა ტურბო და დიდი მოხვევა ამხარეს. აი აქ ვარ. ო, წავედით. ეხლა ისევ გამოვიყენებ ტურბოს. წავედით. ასე უნდა, ნელ-ნელა. ო! მიუხედავად იმისა, რომ ეს ბომბები ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს, უნდა გავთავისუფლდე მათგან. ზუსტად ასე. და ახლა ეს მორიალიც ვეღარ შემაჩერებს. ჰეი! გონია რომ ვარდები, მაგრამ საბოლოოდ აქ ვარ. ავიცილებ ბურთებს, ო? მიუხედავად იმისა, რომ იმან დამაგდო, სიმართლე რომ თქვა, ეს დამეხმარა აქ მოსვლაში საუკეთესო გზით. ეხლა ამ ნახტომზე მივდივარ. წავედით. აქ ვარ. და უნდა გადავიდე ზუსტად საჭირო მომენტში. აი. სუპერ! და აქ ვაჩქარებ. წავედით. არა, წავედით. დიახ, იქაც გავძვერი. და იქაც. ეხლა კედლის დროა. წავედით. ფიქრობ რომ დავეცემი, მაგრამ არა. ეს რამპა მანქანებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ არა. მაგრამ მე ამას შევძლებ, იმიტომ რომ იდეალურად მართავ მოტოციკლის ტურბოს. ო, ასე რომ პრაქტიკულად ფრენა შემიძლია. იმიტომ რომ ჩემი მოტოციკლი ძალიან მაღალ დონეზე არის. ეხლა ამ სულელურ წისქვილებს უპრობლემო დავწდებ. წავედით. ო, ძლივს გადარჩი. და აქ ვარ. აქედან ავალ. წავედი. ეხლა ამ მეორე მხრიდან ავალ. ო! ეხლა ამ გადამწყვეტ ნახტომს გავაკეთებ. რომ დაგიმტკიცო, შადო. რომ შევძელი და რომ შენი დონის მოტოციკლი. 100,000. ეხლა შეიძლება ჩემი იყოს. დაჯერება მიჭირს, სონიკ. სიტყვები არ მყოფნის. შენ მოახერხე. წინ გაერთიანე მოტოციკლები და მოიპოვე ისეთი დონის მოტოციკლი, რომლითაც შეძლებ დაამარცხო შინ სონიკი. გმადლობ, მეგობარო. ზუსტად ამას გავაკეთებ ჩემს ახალ მოტოციკლზე. დიახ. რა საოცარი მოტოციკლია ეს. სინათლის სიჩქარე 100,000.
ეს დაუჯერებელია, შადუ. როცა დრო მოვა, დააჭირე სინათლის სიჩქარის რილაქს და მოიპოვებ იმას, რაც აქამდე არასდროს გინახავს. მხოლოდ შენ შეგიძლია ამის გაკეთება, სონიკ. წინ წადი. მადლობა, მეგობარო. როცა დრო მოვა, ამ მოტოციკლის ნამდვილ პოტენციალს აღმოვაჩენ. მივდივარ, დიახ. და ბოლოს აქ ვარ. ვაუ. როგორც ჩანს, ყველაფერი ძალიან აირია. მაგრამ რბოლაზე მაინც მოვიდა. ეს საოცარია. ბოლოს და ბოლოს სონიკი რბოლაზე მოვიდა და შეგვიძლია დავიწყოთ. არ და მოსულიყავი, მაგრამ კარგი მე დაგამთავრებ. ასე შევდა. ყველაფერი მზადაა ფინალური რბოლისთვის. სინათლის სიჩქარის შინ სონიკო, აირე შენი კოდიო მოტო, რომელიც 999,000 სიჩქარით მიდის. სინათლის სიჩქარის სონიკი, აიღე შენი კოდიო მოტო, რომელიც 100,000 სიჩქარით მიდის. მოდით ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს. 3, 2, 1. წინ, რბოლა მორბიდაზე. და შენ ჩამორჩი, ჩემი მოტო ბევრად უფრო სწრაფია. ჩემი სინათლის სიჩქარე 999,000-ია, ხოლო შენ მხოლოდ 100,000 გაქვს. ეს სასაცილოა ნუზერო. შეუძლებელია რომ დამეციო. ეს არის ნამდვილი სიჩქარე, რომლითაც გავიმარჯვებ. დაგამთავრებ და ყველას ვიყიდი. ის ისევ სტარტზე დამასწრო, ჯანდაბა. როგორც ჩანს, ვერაფერს ვსწავლობ. მაგრამ წავიდე. მაქსიმალურად შემიძლია აჩქარებ. ძალიან მაღალი სიჩქარე მაქვს და ეს სუპერ მოტოციკლეტი სინათლის სიჩქარით მიდის. მიუხედავად ამისა, მაინც დიდი უპირატესობა აქვს და 100,000 სიჩქარით არასდროს მიუწვდები მის სიჩქარეს, რომელიც 999,000. მგონი სხვა გზა აღარ მოქვს. გავაკეთებ იმას, რაც შადოუ მითხრა. სინათლის სიჩქარის ღილაკს დავაჭერ. რა ხდება? მერთო ჩემო. ისე სწრაფად ვიმოძრავე, რომ უსასრულობას მივაღწია. ეს რა ჯანდაბაა? მოიცა. ეს ხომ ჩემი მოტოციკლეტია. როგორც ჩანს, მას სინათლის სიჩქარის მთელი ძალა აქვს. ასე რომ თუ დავჯდები და აჩქარებას დავიწყებ. რა ხდება? რა ჯანდაბაა? მე მაქვს ნამდვილი სინათლის სიჩქარის მოტოციკლეტი და არა მხოლოდ ეს. ჩემი ფორმაც სინათლის სიჩქარით განვითარდა. ასე რომ წინ დავბრუნდები რბოლაში და ამას დავასრულებ. წავედით. დიახ, ისევ აქ ვარ. მე მაქვს სინათლის სიჩქარის მოტოციკლეტი. დაგსტრებ. ეს არის ნამდვილი სიჩქარე. თუმცა ეხლა ის მოდის ჩემკენ. მაინც არ მოგცემ უფლებას გამასწრო. მე მაქვს ნამდვილი სინათლის სიჩქარე. რადგან მე გავწდი მილიონი სიჩქარის ზუარს. ეხლა უკვე მიუწვდომელი ვარ. მოდი სცადო. შენი სიჩქარე სინათლის სიჩქარე არ არის, მაგრამ ჩემი კი არის. ასე რომ ნახე ეს. უნაკლო მარტო. ისეთი მოსახვევები, რაც არასდროს გინახავს. და რა თქმა უნდა, უსასრულო ტური, რომ მივაღწიო სინათლის სიჩქარეს. ეს არის ნამდვილი ძალა, რაც მე მაქვს. ასე რომ, შინ სონიკ, შეწყვიტეთ და შენი მოტოციკლი ჩემსას ვერ შეეტრება, რადგან ეს არის ნამდვილი სინათლის სიჩქარე. დიახ. წამო. კიდევ რამდენიმე პატარა მოსახვევი. ასე მე ამას ვახერხებ. დიახ, კიდევ ერთი მოსახვევი აქვს. და ახლა კი, საბოლოო დარტყმა. სინათლის სიჩქარე გააქტიურებულია. ვაუ. ეს რა არის? დიახ. მე ფინიშის ხაზი ჩემს მეტოქეზე ადრე გადავიარე. ანუ, მე გავიმარჯვე. შინ სონიკ, შენ გინდოდა ეს ფული მონების საყიდლად გამოგეყენებინა? ბოდიში, მაგრამ სინათლის სიჩქარემ გაიმარჯვა. მოიცა სონიკ, ჯერ კიდევ შემიძლია ჩემი მოტოციკლი მოგცე, შეგვიძლია ფული გავიხოთ. და მადლობა. ბოდიში, შენ თქვი სიკვდილის რბოლა. და აი ეს არის. შენი მოტოციკლი აქედან გავიდა. და შენ სულელო გინდოდა სიკვდილის რბოლა? აი მიიღე შენი პრიზი. სინათლის სიჩქარე. დიახ. ასე კეთდება ყველაფერი ახლა. თუ ნებას დამთა, ფულს წავიღებ. თუ პრობლემა გაქვს ჩემთან. არ? სონიკი, შენ ხარ გამარჯვებულის DJ და წამყვანი. წაირე ფული ახლავე. ასე მომწონს. აი მე წავიღებ ფულს და იცი რას გავაკეთებ მასთან. მონებს არ ვიღებ. მას მივცე მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. აღარ იქნებიან ღარიბები და ყველა ბედნიერი ვიქნები. იმიტომ რომ თუ მე მაქვს სინათლის სიჩქარის მოტოციკლი, მილიონი სონიკისგან. ხომ ასე?